შევართ ეთერში ყოფილვართ. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლო, მე ვარ შალვა რამიშვილი, თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემა შალვა რამიშვილის დილა. სამშაბათია დღეს, მიშა მიდის 8 საათზე პარლამენტში რომ მოხსენება წაიკითხოს. საკარაიშვილი მიდის იმავე შენობაში რომ გაკათხოს მიშა. რა თქმა უნდა იქ იქნება თარგამაძე გიორგიც, რომელიც შეეჯიბრება საკარაიშვილს. ჩახვაძე იტყვის, ჯონდიც რაღაცას კარატისტობას დაიწყებს, ხო? და იქნება რა ამბები, საინტერესო, ამ ყველაფერს გადავიღებ, რა თქმა უნდა, მე აკრედიტაციის გარეშე. დავიწყოთ ჩვენი გადაცემა. გიუ ჭიჭინაძე, ხო? იქნება ჩვენი გადაცემის სტუმარი, ქართული ხმების მომღერალი. გვაქვს ტელეფონი ტრადიციულად 2-490-460 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი, დაარეკეთ და შეგვეხმიანეთ. მოგვიწონეთ გუშინდელი გადაცემა უბრალოდ აკრედიტაციის გარეშეში ნანახი სტუდია, რომელშიც ორ კვირაში გადავალთ და სექტემბრის ბოლოს უფრო დიდ სტუდიებშიც გადავალთ, მოვირგებთ ამ დიდ სტუდიებს, ვისაც ნანახი გაქვთ გუშინდელი გადაცემა დარწმუნდი თამაში ალბათ, ამ ორ კვირაში გავალთ სატელიტზე და დავფარავთ კვლავ მთელ საქართველოს, როგორც ეს იყო ეროს გიწმარიშვილის გიწმინაშვილი კი არა, გიწმინაშვილი თქვი? გიწმინაშვილი არა, გიწმარიშვილის შემოჭრამდე. 2-490-460, ალო? 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 მოიცა? არ გაიძრე? დიახ? მოგესალმებით. გამარჯობათ. ჯერ მინდა გამოვეხმაურე გუშინდელ სუბიექტურ ას. დიახ? აი ეს იყო მასტერ კლასი, რომელიც ჟურნალისტებმა ჩაატარეს, ძალიან კვალიფიციური გადაცემა, ძალიან კარგი. ქალბატონი დიანა ყოველთვის ახერხებს მიიღოს ის ინფორმაცია, რის იმიღებაც უნდა ყოველგვარი ცივილკივილისა და აღელვების გარეშე. და მეორე მინდა გამოვეხმაურო ბატონ პრეზიდენტს, რომელმაც განაცხადა, რომ ჩვენთან ჩატარდება სამართლიანი არჩევნები და მისი გარანტი იქნება თვითონ. რომელ სამართლიან არჩევნებზეა საუბარი, როდესაც თავარ ოპოზიციურ ძალას არაძლევს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, არ უბრუნებს მოქალაქეობას ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მაშინ როდესაც ნაციონალურ მოძრაობას უკვე გაჩაღებული აქვს საარჩევნო კამპანია, ხარჯავს რა ბიუჯეტის ფულს, ურიგებს მოსახლეობას ვაუჩერს, ურიგებს სტუდენტებს პირდება დასაქმებას და ასე შემდეგ. გასაგები. კარგი. მე მგონი მოქალაქეობას ბიძინას მისცემენ, ჩემი აზრით. ჩემი აზრით კი არა. გადაწყვეტილია გამბავი, იმიტომ რომ შეუძლებელია დაუკავონ კიდე ეს. 2-490-460 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო? ალო? დიახ? დილამშვიდობის. გამარჯობათ. მაესტრო. დიახ? მაესტროა? დიახ, დიახ. შალვა, დილამშვიდობის, გედაცო. დიახ? სასმულო წყაროებიდან გავიგეთ, რომ დღეს მიბრძანებით პარლამენტში, მართალია? კი, რას მე ვთქვი ეგ ეთერში. ერთი თხოვნა მაქვს რა, ზური. დიახ? მიხეილ მაჭავარიანი თუ ნახე? ხო. ესე იგი დავიტანჯე რა შალვა. გამაგებინეთ ეკაცი რას ფიქრობს? კიდევ იყრის, კიდევ უნდა დეპუტატობა? ალბათ იყრის აბასად. ძალიან გთხოვთ, აბა ხო არ დაანებებს თავს. საჩხერეში ხომ არ აქვს ჩაფიქრებული? კარგით, კითხავ აუცილებლად. მაჟორიტარად იყაროს კეთში. კითხავ, კარგით. 2-490-460 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო? ალო? Hello? 2-490-460 შეგიძლიათ დაარეკოთ, გითხრათ. ალო? ალო? დიახ? დილამშვიდობის. გამარჯობათ. ჯონდი რას დაიწყებს რა თქვით? დაიწყებს იქ ჭხუბს. ქარაკუცო როგორ თქვით? არა, ჭხუბს, ქარაკუცობა არ მithქოს. კარატისტობას. კარატისტობა ხო, რა მინდა ეხლა გითხრათ რა? სულ ქედემე რო გიზით ამ ტელევიზიაში. ხო. მე თქვენ გადაცემებს უყურებ ხშირად რა. მერე? ინგა გრიგოლია არის ქედემეს წარმომადგენელი, ხო მართალია? ჩვენ როგორც ყოფილი ჟურნალისტი ისე გვიზის კი ბატონო, მაგრამ არის უდავოდ. ხო, ქედემე ხო ყოფილები არ არსებობენ რა. ხო, მართალია და სულ გიზით გადაცემაში და ესე იგი მიდის რომ აბა რა მაგრამ მუშაობს ქედემება. თქვენ თვითონ რა აზრის ახარ თვითონ გიორგი თარგამაძეზე? მე ჩემი აზრი ამდენჯერ დავაფიქსირე. ეთყობა არა გაქვს კარგად დანახი ჩემი გადაცემა. ხო, ეთყობა არა. ჩემი აზრით ყოველთვის ვეუბნები გიორგი თარგამაძეს და იმას რა ქვია, ინგას და მე ვამბობ რომ ეს არის
მართული ოპოზიცია და არის ხელისუფლების მიერ შექმნილი ოპოზიციური ძალა და ნუ მიშა მაჭავარია, ესე იგი მაშინ პარლამენტში რო აქ მეტი რა გავაკეთე. არც არაფერი რა უნდა ქნა, კიდე პირდაპირ უნდა უთხრა რომ შეიგნონ ერთხელ და სამუდამოდ რა, რომ აღარ შეიძლება ნერვები აღარ გაი. 249-460 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო. 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 გამარჯობა, შალვა. გამარჯობათ. შალვა ჩემო, ახალ სტუდიაში რო გადახვალთ. დიახ. მაესტროელები აცხადებს ხოლმე, მე ვარ მაესტროელი. დიახ. ორჯერ აცხადებს ხოლმე. კი. მოდი რა, ერთხელ გააკეთე და შენ მოგიხდება ეს. მე ვარ მასტროიანი. ფუ, არა, რა მასტროიანი რა შოშია, მე ვარ მაესტროელი. გავიხუმრო ხო? კარგით. სოფი ლორენი მინდა მაშინ. თუასია, ერთი სოფი ლორენი სჭიროა. სოფი ლორენის ნაკლებობას ქართველიერი განვისტეთ, მაგრამ ძალიან კაი გოგოები არიან მაინც. შენ ხარ სოფი ლორენი? დაიმორცხა. არა ხარ, ხო თქვი რომ არა ვარ, ნუ რა. ნატა შელეგია. ისე გვარი და სახელი რაღაც ისეთი აქვს, რომ იფიქრებ, რომ შეიძლება ნატა შელეგია. ალო? ალო. დიახ. გამარჯობათ. გაგიმარჯოთ, თქვენი სახელი? იცით რა უნდა? თქვენი სახელი, სანამ სახელს არ იტყვით, თქვენ არ გახვალთ ეთერში. ჩემი სახელი ნინა. გვარი? გვარს ამნიშნულობა აქვს. მამის სახელი და პროფესია? ასაკი, ტელეფონის ნომერი, ჰობი? ეს ყველაფერი უნდა ჩაწერო. ჩავწეროთ, აბა რა. პირველად 25 წლამდე გოგონა ხარ? აი, რაღაც მინდა. 25 წლამდე ხარ ასაკით? არა, 26 წლის ვარ. ხო და 26 წლის გოგონ დარეკა პირველად წამლად. და უნდა ჩავწეროთ, აბა რა, რომ მე შევინახოთ და კაცობრიობა შემოუნახოთ, რომ იმიტომ რომ ძირითადად რაღაც უნდა გითხრათ მართლა. კარგით, მართლა თუ რაღაცა უნდა გითხრათ, ნინო, ხო? დიახ, მოგესალმებით პირველ რიგში. გამარჯობათ. ისიც რა უნდა გითხრათ, ძალიან იწადეს გცემთ თქვენ როგორც ჟურნალისტი. რა პონჩი მცემთ პატივს? როგორც ჟურნალისტი. გასაგებია. ძალიან დიდი ხანია, რაც თქვენი ბავშვობიდან შეიძლება ითქვას. დიახ, 105-დან მოყოლოდ. კი ბატონო. და რა მინდა იცით რომ რა? აი რო რეკავენ ხანდაზმული ადამიანები ძალიან დიდი ბოდიში ამას ამგეუბნებით, მაგრამ ძალიან აგრევულად ელაპარაკებით და მე ძალიან ბევრისგან მომისმენია რომ აი აღარ აქვს სურვილი საყურების დიახ. აი ძირითადად რო რეკავენ ხანდაზმულები, აი არა აცლი. მე დარეკონ უნდა ახალგაზრდებმა და მათ უნდა მოექცე აგდებით. იმიტომ რომ ახალგაზრდები არ რეკავთ და ამიტომ იძულებული ვარ ხანდაზმულებზე ხუმრობ რა თქმა უნდა. კარგი. გასაგებია გენაცვალე თქვენი დამოკიდებულება და თქვენი რჩევაც მიზაღებია. ალო? ალო? დიახ. თუ 249-460 ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო? შალვა დილამშვიდობა. გამარჯობა. გვანცა მეკითხება ვინ არის საქართველოს ყველაზე მაგარი ქალი რა პონჩი, გარეგნობით? ის და რა ქვია? მოვიფიქრებ და გეტყვი. დიახ. როგორ ვიცინე ახლა ახალგაზრდამ რო დაგირეკა? ხო აბა. ხო, კაი, ახალგაზრდა. ეხლა აგდებულად უნდა დაგილაპარაკოთ. რაჯობია, მაგრამ ეხლა აგდებულად უნდა დაგილაპარაკოთ? მაინც ხანდაზმულები ვრეკავთ რა. ხო და ეხლა აგდებულად უნდა დაგილაპარაკოთ? ქალბატონო. არა, ხო? კარგით. არა, ხო. ერთი რაღაცა მინდა გითხრათ. დიახ. ისკინ რო უსმენდი, ესე იგი, ყვარელიდან. ყვარლიდან. ხო, ყვარლიდან. აი. ისა ეს ჯოჯოებიო ეს ვამპირებიო მიწიდან ამოძრნე. ვიზე ლაპარაკობს, ვიზე, აი ეს არის საინტერესო. ვიზე ლაპარაკობს შალვა, ეგ უნდა მეკითხა ზუსტად, ვიზე ლაპარაკობს? ვინ არის ეს მიწიდან ვინ ამოძრა? ხო. არა ვარ, არ ვიცი, ვინ არის? მაგას გავიგებ ჩვენ, ვიკითხავთ. თქვენი იმედი მაქვს ხალხს ეუბნებოდა, ხალხსაც თქვენი იმედი, თქვენი ყავით კარგათო. ხო. კარგით. ჯოჯო და ვამპირი და უბედურება. ალო? დიახ. ალო? დღეს მივიდივარ პარლამენტში. საინტერესოა, აი, უმრავლესობის წევრები გაიმეორებენ თუ არა დირექტივას, მათ რომ მისცეს ფულს რომ აძლევენ ხოლმე, ხო? არის ეს დირექტივა, რომ
პროსახელისმშობლო ტიპები მაძლევენ ფულს. მოლ მეკთამე, ნუ ეხლა ისწავლეს რომ მეკთამე არ ვარ და გამომძალველი ვარ, ფულს მაძლევენ რომ წადი იქ რაღაც იყიდე რამე დამცირების პონჩი. მე რა თქმა უნდა ავიღებ ნებისმიერ ფულს და იქ საქონლო მიზნებისთვის გამოვიყენებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მართლა უმწეო ადამიანია, რომელსაც 10-20 ლარით კი რაღაც შვებას მოგრის. ეს გარდაუვალია, ეს მოხდება ასე, მაგრამ აი მაინც მაინტერესებს გააკეთებენ თუ არა ამას, იმიტომ რომ ეს დირექტივა აშკარად არსებობს. როგორ მოექცეთ შალვა რამიშვილს და ფული მივცეთ და დავამციროთ და გავაბანძოთ. საინტერესოა. 2-400-460 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. Алло. Алло. Hello, darling. The darling. Schmorling. Алло. Maestro-a? კი. ჩაუწიეთ ტელევიზორს. ტელევიზორს ჩაუწიეთ. ეხლა. Sweet. მერე? აი ეს რო დაიჭირეს ის ბიჭი იმ ბაღის გამო, გაუშვესნე და. რომელი ბიჭი? კიკვიძის ბაღის გამო. არა, ის არ დაუჭერიათ ის 400 ლარიანი ჯარიმა მიარჭეს. კაია, მაშინ აი ეს მე ქარტიშვილი. გაიხარეთ. კაი. ძალიან კარგი ხართ, მიყვარ ხართ, მომწონ ხართ. კარგი, დიდი მადლობა. ალიაში სექს სკანდალი თბილისის საპატრულოში. ანუ სამართლოს უფროსმა დიღმელაშვილმა დაიბარა ხაზზე მომუშავე პატრული გოგოები და ყველა მათგანს ინტიმური კავშირი შესთავაზა. რაღაც აი არ მგონია თბილისში რამდენი ქალი პატრული უნდა იყოს? 100 თუ რა 50 ყველას როგორ უნდა შესთავაზო ინტიმური კავშირი. ერთ დღეს კი არ შეთავაზებდა? ერთ დღეს არა ხაზი არ დაამწყე. გამოუცხადა, ხო? რა ვიცი მე შეიძლება ეგეთ რაღაცა მოხდეს? რა ვიცი ამა. რას კი როგორ უნდა შეთავაზო ინტიმური კავშირი? მაგარი ალია. 2-400-460 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. Алло. დიახ. ისმის? ნუ ჯერჯერობით კი. იცით რა მაინტერესებს თქვენი ტიტრი რომ არის? ახალი ამბები თქვენი დროით. რას ნიშნავს თქვენი დროით? ხო, ეს ალბათ ესეთი სლოგანია, რომ თქვენი შინაგანი დროით, თქვენ დროზე აწყობილი, როცა თქვენ გინდათ, მაშინ იგებთ ახალ ამბების სპონჯი, ესეთი სლოგანია ალბათ, რა ვიცი. 2-400-460 ჩვენი ტელეფონის ნომერი. და ალო. შალვა. დიახ. და ჯელაშვილობის. გამარჯობათ. ედი რა მაინტერესებს იცი? დიახ. ყოველ როდადი სამიმე საავტოესოს ყვარელში გუშინ ყვარელზე უკეთესი ხალხი არსად არ არსებობს. იქამდე დვანიში. იქამდე კიდო იქ მოკლედ ყველგან სადაც ჩადის ტრაფარეტულად ერთი ამაზე იქნება რაღაცა მოიფიქრო შენებურად და მეორე ერთი შენ თუ იცი ღარიბი მინისტრი რომელი ყავს მთავრობაში რა რო წაიღო წვინი კორუფცია აღარ არისო კორუფცია რა იმ ხელფასები რო აქვს და იმ ხელფასებს რო იწერა კარგით გასაგებია ვიკითხავ იგივე კორუფცია რა და ქთამი არ არის მოგი კარგით 2-400-460 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო. დიახ. ალო. დიახ. მშვიდობის საშალა. დიახ. ძალიან გთხოვშილო დღეს პარლამენტში რომ მიდიხარ. მერაბიშვილის აქვს როგორც ეძახიან, აი მაგზე ყოფილა გადაცემა, რომ თითქოს უნარშეზღუდულ ბავშვებს და მარჩენილ დაკარგულებს პენსიას უხსნიან და ძალიან გთხოვშალაშვილო გაარკვიეს. არ ამგონი არჩევნების წინ ამას არ გააკეთებენ. და მაინც დასვი ეკითხვა, მაშინ რატო იყო ეს გადაცემა? 2-400-460 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. სააკაშვილი პარლამენტში ღამის თევით მიდის, 8-ზე უნდა გამოვიდეს. ტაში. სპენელი? ალო? ალო. დიახ? ეხა წერან გოგომ რო დარეკა გოგონა 26 წლის გოგომ ნინო. 26 წლის გოგომ. მე ვარ აი ხა მე თქვენ შემოყურებთ, იმიტომ რომ რაღაცა უფრო ვგებულობ ამ გადაცემიდან. რა ხდება საერთოდ ხო ეხა პარლამენტში მიდიხართ, ეხლა ეს გავიკე. ხო და რაღაცა გამეცინა, უბრალოდ გაბარებენ რომ იმაზე რო არის, რაც გინახავს ვეღარ ნახავ. უსტაბაში რო აბარებს.
რას მაბარებს? უსტაბაში რო აბარებს. ექიმბაშ? უსტაბაშ, ეგა? ეგრე გამოდის რაღაცა. კარგით, მადლობთ. 2-400-460. ჩვენ გვაქვს ტელეფონის ნომერი, ტელეფონი გვაქვს და დარეკეთ და რაღაცები იკითხეთ. გოგი ჯიჯინაძე, ქართული ხმების წევრი, ანსამბლის წევრი არის ჩვენ გაცემის სტუმარი. ალო? დიახ. ბატონო შალვა, გამარჯობა. ბატონო შალვა. დიახ. მე ძალიან მიხარია თქვენი გადაცემა. დიახ. პენსიონერი კაცი ვარ და უბრალოდ გული მткиვა და რატო? გული პირველ რიგში. წარმოიდგინეთ თქვენ ესე იგი 47 წელიწადი ვერსახურეთ ქვეყანას და 110 ლარი გადმომიგდეს პენსია. სად მუშაობთ? მერიაში. წარმოგიდგენიათ თქვენ გულში ისა შეფაც იყო გადაცემა ნანა ლეჟავას. კი. და ეს ტყუილი თქვა ამ ქალმა თუ მართლა ეთქვა $40,000 თუ ეს ლარი აქვს ხელფასი იმას რაღაცა ქვია მინისტრს. კი, და ამდენივე პრემია. ამდენივე პრემია და ეს მომისმე ადამიანურად აი თქო ეს საკითხი ვიღაცა ან ჯორჯიმ დააყენოს რა უნდა დააყენოს არ იქნება მოდით იცით რას გეტყვით ეს საკითხი დააყენოს დავანებოთ თავი ამაზე ლაპარაკს იმიტომ რომ ეს საკითხი დააყენოს რა მე დარო თქვა ჯონდიმ რომ პენსია გავზარდოთო გაზდია პენსიას რომ დააყენოს პენსიას არა პენსიაზე მართა ეს სიმართლეა მე გეტყვით ძალიან მარტივად ჩემო ძვირფასებო რა რაღაცები არ მოგწონთ ეხლა ბოლო 6 თვეში არჩევნებამდე არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი კარდინალური არ შეიძლება. რაღაცები არ მოგწონთ, ნუ მისცემთ ხმას, ხელისუფლებას, თუ რაღაცები არ მოგწონთ და მიეცით ხმა თქვენთვის სასურველ კანდიდატს, თუ რაღაცების ცვლილება გინდათ. საკითხის დაყენება, პენსიის გაზრდის მოთხოვნა, ეგ ეხლა არ გამოვა ეს, იმიტომ რომ ამ ხელისუფლებას აქვს ეს კურსი აღებული წლიდან წლამდე ამ კურსს ახორციელებს და ამიტომ გასაგებია რომ უსამართლობის გზნობა გაქვთ, ამიტომ უნდა მისცეთ ხმა სხვა პოლიტიკურ ძალას და არა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც გიჩენთ უსამართლობას. მარტივეს 2-2-4-4. 2-400-460 ჩვენ ტელეფონის ნომერი. ალო. გამარჯობა შალვა. დიახ. როგორ ხარ? ჯერჯერობით კარგად. ღმერთმა კარგად გამყოფოთ. რაზე გირეკავთ? გუშინ დიმიტრი ლოქიფანიძე იყო და იყო ასეთი კითხვა, რა კითხვას დაუსწრებდით პრეზიდენტსო. ჩვენ საწოდავებს, კოოპერატიული ბინადრობების დაზარალებულებს აღმად აღვატარებენ. კაციშვილი ამაგაზე და ამასინათ დიმიტრის და ბატონ გიაცაგარიშვილს შევხვდით ჩვენ პარლამენტში და გვითხრეს რაღაცა და იქნებ შეგვეხსენებინა ბატონ დიმიტრისთვის ერთი კითხვა მაინც დაესვა პრეზიდენტი მართალია ბევრი საქმეები აქვს და არცალია ჩვენთვის ვარა კარგით დიდი მადლობა კარგად იყავით 2-400-460 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი ალო ალო დიახ ბატონო შალვა დიახ მე წახა გითხარით და ისა გამეთიშა მე სხვა საკითხი მქონდა დასაყენებელი კიდე ისა ერთი რამოდენიმე დღეს უკან სადღაც იქით წასული იყავით და გადაიღეთ ერთი სოფელი მე ერთი თხოვნა მაქვს თუ გაქვს საშუალება მაგის შორის არა ძალიან ახლოს არის სოფელი კი რა დაჩები იყო მე მგონია იცით ეს ადგილი ეს არის ლისის თავზე მუხაწყარო კი ვიცი მუხაწყარო გამიგია ხო იცით დაჩები იყო აგარაკი კაცი მაიდან პრეზიდენტი გახდა იცით თქვენ ვინ მიშა ძალიან გთხოვთ აი რა არის იცით გზა აქ არ არის ესე იგი 1-2 თვე ესე იგი ჩაკეტილი იყო ჩვენი აი სოფლის მიმდებარე ტერიტორია ხო მან აგარაკები იყო ხო ეხა ხალხი ცხოვრობს აგარაკები იყო მაგრამ როგორ არის 4500 ოჯახია და ჩვენ მიგვაბეს აგერ პატარა სოფელია ეკითხებს ხალდიდი თათრების სოფელი რომ არის ხო იმასთან მიგვაბეს და ის არის გამგებელი იქიდან და იმას რაც არ უნდა უთხრა გაიგე იმას ვერაფერს ვერ გააგებს თბილისის იურისდიქციას არ ექვემდებარება ეგა არ ექვემდებარება არ ექვემდებარება მცხეთაში დავდივართ ეხლა რა არის ისი აქ ჩვენ გვაქვს რაღაცა ქვია აშენებული შენობა მწერალთა კავშირი და ზის კავშირი ესენი იყო ნაკმაი შენობა ავაშენეთ რა შენობა ჩვენივე ფული რა შენობა
შენობა დგას, გაიგე, სადაც რა არის, რა შენობა? სახლია, ჩვეულებრივი. ხო. და რა გინდოდათ? რა გინდოდა გეტყვით. იმ დროისათვის მაშინ ხო არ იყო ეს რაღაცა ქვია ესეთი ტელეფონები, მაშინ უნდა ესე იგი ამოგვეყანა ტელეფონი და ტელეფონის სადგური უნდა გაკეთებულიყო და გამგეობის შენობა იყო. აჰა. თქვენ ააშენეთ გამგეობის შენობა? გამგეობის შენობა. როდის ააშენეთ რომელ წელს? 84 წელს. თქვენივე ფულით? ჩვენივე ფულით. ეგრევე ეს გზაც ჩვენი ფულით გამოვიყვანეთ, ჩავიყვანეთ საუბნო გზა. მერე? ყველაფერი აი დენის ბოძები, ყველაფერი. ეხლა რა არის აი ძლივობით გვეღირსა ის ამავე რომ დამონტაჟეს ისა რაღაცა ქვია დენები ეხლა გაიყვანეს ერთ კაბინეტ დანარჩენი გზა ესე იგი აი რო ამოხვიდე და ნახოთ აი უბანში ვერ ჩახვარ 4500 ოჯახია 4 წყალი არ არის საერთოდ არ არის წყალი კი გაზი წყალი კომუნისტებმა დაიწყეს გაზი ამოყვანა წყლის გაზი და ესე იგი გაჩერდა მის შემდეგ გაზი გაზი ღმერთ წინაშე ვიღაცა ის მოვიდა რაღაცა ქვია შეპესე მოვიდა და გაყავს თმად. ო გაზი გაყავს, მაგრამ გზა აი მოსაზრებით 4500 ოჯახი. კარგი. 4500 ოჯახი მიეცით ხმა თქვენთვის სასურველ ოპოზიციურ კანდიდატს თუ არ მოგწონს მთავრობის ქმედებები. საერთოდ ესია ჩემი აზრით თუ რაღაც არ მოგწონთ თუ რაღაცას ვერ გიგვარებთ ხელისუფლება თუ თქვენ მიგაჩნიათ რომ ეს უნდა შეიცვალოს ერთ-ერთი და ყველაზე ეფექტური საშუალება დღეს საქართველოში იქნება შემდეგი რომ უახლოეს არჩევნებში არ მისცეთ ხმას ხელისუფლებას რო გაყავდეს მე უნდა დაიცვათ თქვენი ხმები აი გეგვანცა ალო დიახ გამარჯობა ვიცი რა მეკვირს თუ მართული პარტია არის ეს ქრისტიან დემოკრატები სახალხოდ ქვეყნის გასაგონად პრეზიდენტს ეძახა ქურდი ხარო ყველას თუ დავიბენით უკვე აი მე ძალიან მომწონს მაგათი საუბარი ძალიან თქვენ არ თვლით ესე რომ არიან მართლა არა მგონია როგორ შეიძლება პირადად პრეზიდენტს ქურდი ეძახო ნუ პუტინასთან მოელაპარაკებები რამე შეიძლება მაგრამ მე არ ვიცი მე კიდე მგონია მაგა ქურდია ისა ხო კარგით 2-460 საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დენი 22 თეთრამდე გაძვირდება წერს რეზონანსი ინტერაოს მოთხოვნით მთავრობამ 2014 წელს ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების ვალდებულება აიღო. ხრამხეზე ძვირდება ტარიფი, ხრამხეზი კი არის ინტერაო ეს. როდესაც ხრამხეზის ტარიფზე გაძვირების ფონზე თელას თბილისის მოსახლეობას ელექტროენერგიის ტარიფს გაუზდის, მექანიკურად დენი გაძვირდება რეგიონებშიც. 2014 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ხრამხეზის ერთის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის გასაყიდი ფასი 2.3 თეთრიდან 8.2 თეთრამდე გაიზრდება. ასევე ხრამხეზი ორის მიერ წარმოებული ელექტროენერგია 3.5 თეთრიდან 9.4 თეთრამდე გაიზრდება. აი, ესეთი ამბებია. ალო? გესალმები შავა. გამარჯობა. სხვა რამის თქმა მინდოდა, მაგრამ ელექტროენერგიაზე რო გითხრა, ჩემს უბანში ჯერ მზის შუქი რომ არის, მაშინ ირწება ყველა ლამპიონი გარეთ. და ეს ჩვენი ფული მიდის ბიუჯეტიდან ამის დაფინანსებაზე და რამდენჯერ გავაჟღერე და არავინ ყურს არ იბერდა. ჩემო შალვა, აი როგორ გონია ჩვენი პრეზიდენტი გარანტად დგება ჩვენი სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. როგორი სამართლიანია, როდესაც ლაშა ჩხარტიშვილს 400 ლარს უწესებს და ადამიანს ართმევს უფლებას საქართველოს მოქალაქეობას და თვითონ იხდის ამაში სამართლოში ასვლა. კარგით, მადლობთ. 2-400-460 ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო? ჩაუწიეთ თუ შეიძლება. ალო? ჩაუწიეთ ტელევიზორს ან რადიოს ამის. გაძგავთ. დიახ. თქვენ ალბათ გახსოვთ დიმიტრი ლორთქიფანიძის ინიციატივა ნარკოტესტების ჩატარების შესახებ. კი. როგორ მიიღო მე პრეზიდენტმა ის თავის რეზიდენციაში მოუწონა და უთხრა რომ ეხლა რო დავიწყებთ ყველას შევამოწმოთ. თუ არ გახსოვთ? ხო, ადრე იყო ეგ და. ნუ ადრე როგორ ეს ხო ადრე ეს გორი წესდება და არავის ეგ ამბავი აღარ ახსოვს და ეგება დღეს გაახსენონ პარლამენტში გაიარონ შემოწმენ და
ეგ დაჩქარდეს რაღაც პროცესები რომ გამოვლინდება ვინ რითია გადაკავებული და ვინ რითია მაიმუნობენ თქვენი აზრით გაბრუებული რა ეხლა შენ აჯდომი კაცი ხარ და არ უნდა გეშრებოდეს მე ვერ ვატყობ ამათ ვერ ვატყობ რაღაცებს მართლა ნუ ყოველ შემთხვევაში გადაგდეს ხო იცით მიზღერი 4 წელი ჩანს ეს ყველაფერი ის რამდენი და როდესაც მიღებული და ეგება აი შეეხმიანოთ ვინმე აუცილებლად გაახსენოთ გაიაროთ რა გაიარო კაცო გაბრუებულები არიან თვითონ არიციან რა მოდი კარგით 2-460 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენ აგრძელებთ სატელეფონო ნაწილს ჩვენი გადაცემის ალო შალვა ბატონო დიახ Also საქართველოს მოსახლეობამ ვერ გაიგო რომ ეს აფერისტული ცხოვრება არის სულთნიან პრეზიდენტი დაწყებული სუბოლო დამლაგებლამდე მაგათი. ვერ აგებს ეს ხალხი. როგორ? აი ეს აფერისტობა რო არის ვერ აგებს ეს ხალხი. აფერისტობა რაშია კონკრეტულად აბა? მოგვიყევი. სულთნიან პრეზიდენტი დაწყებული მაგათი დამლაგებლამდე. აჰა, და რა უნდა ვქნათ? რა უნდა ვქნათ? სულ შეტრიანებით ალაპარაკობენ. რა და გარდაქმნა ჭირდება ეხლა ჭირდება. რა? აი როგორც აი 85 წელში ოთხე ეს რო გარდაქმნა უარა? ხო, იმან. ზუსტად გარბაჩოვმა გარდაქმნა. მე ხოიც როგორ დამთავრდა გარდაქმნა საბჭოთა კავშირი დაიშალა. ესაც ასაშლელია, აცო. აი. აბა. არა, ის ასაშლელი. მერტმა ხელი მოგიმართოს. 2-460 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო? ალო. დიახ? დილამშვიდობი შალვა. გამარჯობათ. ძალიან კარგი გადაცემა იყო გუშინ, ძალიან კარგი სტუდია და ძალიან მიხარია. შალვა, ერთი რამე მინდა გითხრა. მე მგონი დღეს თქვენ მიდიხარ პარლამენტში. შეიძლება იქნებ ვინმე სადმე შეეკითხო. ლაპარაკია თითქოს პატიმრების საყოველთაო ამინისტრი. ვინ ეს ხელისუფლება? რომ ხო და აი იქნებ რაღაც გაახმაუროს. შანსი არ არის, მაგას გეტყვით პირდაპირ, აქვე? არა ხო? ვარიანტი არ ზეოს მიშამ პატიმრები გამოუშვოს. ნუ რა ვიცი, რაღაც არის ლაპარაკი. არა. ეგ არის დაპირებების ზღაპრა. არა, გასაგებია მე გადასარევად მე. კარგით, ეს თემა მაინც ვიცი, ეს არის ზღაპარი. მაქსიმუმ ყველაზე დიდი ამნისტია და შეწყალების რაც ყოფილა გამოუშვიათ 1000 კაცი ერთად. გადასარევად ვიცი მე შალვა, მაგრამ ვიცი უამრავი ხალხი ელოდება რაღაცას. კი, მაგრამ ნუ ეხ ძალიან ნაკლებად სავარაუდოა. საყოველთაო რას ამბობ ჩანსი არის. მეც მჯერა მას. 2-460 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო? ალო? ალო. დიახ. ისმენ? დიახ. ისმენ? ალო. დიახ. ეთერში ვარ? კი. თუ შეიძლება ბატონო შალვა, მოგესალმებით. გამარჯობათ. 74 წლის კაცი ვარ. ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ. 53 წლის სამუშაო სტაჟი მაქვს. სად მუშაობთ? მუშაობდი რუსთავში, ცემენტ ქარხანაში, მეტალურგიაში, ბოლოს ვიმუშავე წყალკანალში 27 წელი. და მომცეს 100 ლარი პენსია. დიახ. და არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს დენის კატეგორია, 3 კატეგორია. ხო. ეს არის საშინელება. კი, გასაგები, რამდენს იხდით დენში? და მეორეც ბუნებრივი აერი. არც ერთ ქვეყანაში არ არის $270 არის. ხო. ჩვენს ტერიტორიაზე გაედინება აზერბაიჯანის სიმდიდრე, მარტო იმით უნდა კმაყოფილებოდა ჩვენი მოსახლეობა. და როგორ უნდა კმაყოფილებოდეს? იაფად უნდა აი როგორ და $160-ზე მეტი არ უნდა იყოს. ხო, ნუ რა ვიცი ხა ეგ 51 თეთრი ეს არის დავიანგარიში $260. გასაგებია. მაგაზე იყო ერთი ამბები, როდესაც რუსული გაზიდან გადავდიოდით აზერბაიჯანულ გაზზე და გაძვირდა გაზი რა თქმა უნდა. ეს იყო 2006 წელს ხდებოდა. ჩვენს ქვეყანაში ძალიან ძვირია კომუნალური გადასახადები. ძალიან ძვირია ენერგომატარებლები. დენი ძვირია, გაზი ძვირია რეალურად და მოსახლეობას არ შეუძლია არ ძალუც მოხმარება ამ ისე როგორ ნორმალური მოხმარება ამ პროდუქციისა. 2-460 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო? აქ ნაგვის გადასახადია ძალიან
თვალშისაცემი მაინც. ნაგვის გადასახადი ხო ძალიან მაგარია დენზე როა მიმული. 2-4-9-460 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო. გამარჯობა შალვა. გამარჯობათ. ერთი ყოფითი პრობლემა გვაქვს ამ წუთში გადასაწყვეტი ძალიან. თქვენ? დიახ, ჩვენ ვაშლიჯრის მოსახლეობა. დიახ. ეს არის გოდიაშვილის მეორე შესახვევში. ბაღის ტერიტორიაზე არის გახეთქილი მილი. მერე? Water Georgian Water and Power-ში ვრეკა უკვე არ ვიცი რამდენი ხანია, პასუხობენ გავაკეთებთ, მაგრამ მოგეხსენებათ არაფერი არ გეცდება. ანუ წყალი არ არის რაღაც корпуსში? არა, მოდის მთელ გზაზე. აბსოლუტურად ეს ყინვები და რაღაც რო არის, იყინებოდა საშინელება, მოკლედ ვეცემით, ვიმტროთ ხელებს, ფეხებს არ ვიცი. მან მე მგონი რა არის, ცით შემოაკლდათ ფული ზოგადად, როგორც ეს ჯორჯონ ვოტერი მაინც ასოცირებული არის ხელისუფლებასთან, მაინც უფრო ვიდრე თელას ჩემი აზრით. ნუ ეს ჩემი ინტუიტიური განცდა არის რა, კონკრეტული საბუთები არ მაქვს. მაგრამ ზოგადად კრიზისი რო არის მთლიანად პროსახელისუფლებო ამბებში და ბიზნესებში, ეგ ვიცი, იმიტომ რომ ჩანს ეს ნათლად. კარგი. ხო, მაგრამ მან საბოლოო ჯამში ჩვენ ჯანმრთელობაზე აისახება ყველაფერი. 2-4-9-460 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო. 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 დიახ. დილამშვიდობია. გამარჯობა. გუშინ გყავდათ თავხელიძე. კი. მე მგონი ამ ვაჟბატონს მგონი ვართ ყველა თავხელიძეები. თქვენ შემდეგ იყო თანდებოდა კავკასია. აჰა. კავკასიაზე. რა? არა, როგორც თქვენთან არაფერი თქვა, ზუსტად ისე არაფერი. აი, რადასკუნა გამოიტანეთ მათი მისი საუბრი. ძალიან მარტივია, მიშა არის ძალიან კონკრეტული პოლიტიკური ძალის კონკრეტული მხარდამჭერი. მისი ამოცანა არის რომ მოხდეს საპარლამენტო სიაში, ამას არც მალავს და მუშაობს ახლა ყველას აქვს თავისი შეხედულება საკუთარ მომავალზე. მისი მომავალი არის მჭიდროდ დაკავშირებული მართლ გუნდთან, ნაციონალებთან და უნდა მომავალი არჩევნებისთვის მოხდეს საპარლამენტო სიაში და ამ ყველაფერს ლობირებს ბოკერია. ეს არის ნეოლიბერალთა რაღაც გუნდი, ქეთაგაბიანი მიშა, კიდე ის რო არის ჭაფარიძე კი არა, რა ქვია. რაღაც ესეთი გვარი რო აქვს რაღაცა სულთა პოლიტიკაო, რაღაც ესეთი ორგანიზაციები და ისინი გიგა ბოკერიას ლობირებით უნდა მოხდნენ სიაში. მიქვია ბენდუკიძე, აი ტაბულას სასტავია ეგა, შემადგენლობა ტაბულასი და აი ეს წრე ხო ვიცით ვინც არიან რა. და მათ უნდა ჰქონდეთ პოლიტიკური პარტია, ну, ყოველ შემთხვევაში კონტურები ისახება ამისი და ექნება უნდათ რომ ყავდეთ წარმომადგენლობა პარლამენტში. მარტივი, ძალიან მარტივია ყველაფერი. 2-4-9-460 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო. ალო. ისა შენ ძირიმე ის გამოგემნე პრობაციონერებზე რა ახალი კანონი გამოვიდა? არ ვიცი, რამე გამოვიდა? რაღაც უნდა მოუხსნათ რაღაცები და ხო არა. ნასამართლეობა თუ ნასამართლეობა და პრობაცია პირობითი უნდა მოუხსნათ. ნახევარი ვისაც აქვს. ეს კანონი კი იყო ადრე, მაგრამ ეხლა ოფიციალურად უნდა მოუხსნათ და ხო არა იცი. ვერ გეტყვი. 2-4-9-460 ძალიან ბევრი პრობაციონერი რო არის ვიცი, მაგრამ რა უჭირს ამ ხელისუფლებას რაში უნდა აწყობდეს ახლა პრობაციის პრობაციონერთან რიცხვის შემცირება. ნუ შეიძლება ფასიანიც გახადონ, ეგ არ გამიკვირდება, რომ გააქვს პირობითი გადაიხადე რაღაც ენთანხა და თავისუფალი ხარ. ეგეც შეიძლება მოხდეს. 2-4-9-460 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო. ალო. დიახ. დილამშვიდობისა. გამარჯობა. შავა, რა მაინტერესებს აი გუშინ დაიწყო ჩვენება აი იმ კლიპების თქვენ არხზეც გავიდა. მე კავკასიაზე გადავდი იქაც ქრისტიანი დემოკრატების და რასთან დაკავშირებით არის? ნუ ალბათ რაღაც ინფორმაცია ორი სავარაუდო პასუხი. ან აქვთ ინფორმაცია რომ აპირებენ არჩევნების ჩატარებას მალე და მეორე არის ის რომ იდენტობის გაზდა უნდათ და უნდათ საკუთარ თავის რეკლამა, რადგან რაღაცაში ეს სჭირდებათ მათ მიმდინარე მომენტში. 2-4-9-460 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო. გამარჯობა ბატონო შენ. გამარჯობა. მე რუსთავიდან გაწუხებთ ასე ვთქვათ. დიახ. ერთი შეიძლება არ ეხება თქვენ თემას ასე ვთქვათ, მაგრამ ერთი რაღაცა გვაწუხებს რუსთაველებს და იქნება თქვენ გააჟღეროთ გაზის გადასახადზე ასე ვთქვათ, ხო?
დამატებული აქვს რაღაც კოეფიციენტი ამდენი ხანია. ჩვენ რამდენადაც ვიცით, არცაც სხვაგან ეს არ ხდება. თქვენ ქალაქში აქვს დამატებული? დიახ, ჩვენ ქალაქში აქვს დამატებული და ისაც ამხელა გადასახადები მოდის, ასეთი ძვირია და კიდევ 1-დან 0.6 ვიხდით ახლა დამატებით კიდევ რა. კარგით, გასაგებია. და იქნება ამაში გაგვავკვიოთ როგორ ხდება რა ხდება კიდე. 2-4-9-460 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო? დიახ. ალო? ჩაუწიეთ ტელევიზორს. ალო? კი ბატონო, მოშორდები ტელევიზორს? მოშორდით კი არა, ჩაუწიეთ თუ არ მოშორდით, დარჩით ტელევიზორს. კი ბატონო. დიახ. ცოტა ხანში შემიშევთ, ხო თუ ეხლა? შეშვებული ხარ თუ. გამარჯობა ბატონო შალვა. დიახ. თქვენ მთელი საქართველოს პრობლემები დაგეყარათ თავზე, მაგრამ ჩვენთან ერთხელ კიდევ უფლებას მივცემ იმის შესახებ, რომ გავახსენო საქართველოს ჩვენს პარლამენტარებს, რომ არსებობს საქართველოში კოოპერატიული ბინადრობლები, რომლებიც არიან უსაზღროდ გააჭირვებულები, რომლებიც უარეს დღეში არიან ვიდრე მიწისძვრის დადარალებულები, იმიტომ იმათ რომ ნანგრევები მაინც აქვს იმ რომ ნანგრევებს შეაფარონ თავი და ეგება ჩვენმა ოპოზიციურმა ბინის შენება დაიწყეთ, ხო? ბატონო? ბინის შენება დაიწყეთ თავის დროზე, ხო? დიახ, რასაკვირველია, ნანგრევები გადახდილი გვაქვს, ბატონო შალვა. მაგრამ იცით რა სად დაიწყეთ, სად? ბატონო? გამოგკითხოთ მინდა ამბავი, სად დაიწყეთ, სად დაეშენებინათ, აგეშენებინათ? ეს იყო საქართველოში, იყო? არა, სად კონკრეტულად? კონკრეტულად ზღვის უბანში უნდა აშენებულიყო. შავი უნდა. არა, თქვენ სადაც გაქვთ ფული გადახდილი, სად არის ეს? ზღვის უბანში. შავი ზღვა რა იყო და თბილისის ზღვის უბანში, ხო? დიახ. და კორპუსი უნდა აშენებულიყო? დიახ, და ჩვენი ღირებულებები გადახდილი. როდის დაიწყო? 90 წლებში, 90 წლებში, 91 უნდა დამთავრებულიყო და არა, როდის დაიწყეთ ეს? როდის დაიწყო 90 წელში? 90 წელს. გასაგებია. და ვინ აშენებდა ამას, ვინ? ვინ აშენებდა სახელმწიფო? სახელმწიფო აშენებდა? ანუ თქვენ სახელმწიფოს მიეცით თქვენი ფული რომ აშენებულიყო ბინა, ხო? რასაკვირველია რა, ეს აშიდავაში აღიარებული ეს კოოპერატიული ბინაში. გასაგებია, რამდენი გადაიხადეთ? როცა მოვბრძანდებოდა, პრინციპოდა ჩვენ რომ რამდენი გადაიხადეთ, რამდენი? თქვენ პირადად. სრული ღირებულება, 25,000, 40,000, 40,000 მანეთი, ხო? დიახ, ჩემო ბატონო. არ დაუწყიათ მშენებლობა? არა, პირადად ჩემი კორპუსის რაღაცა ხინჯებია ჩასობილი იქ, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. იცით რა შესაქმე? რაღაც საშინაო დღეშია ხალხი. ანუ ხემდე თქვენ რა სიტყვით? რომ ან კორპუსი აშენონ, ან ფული დაგიბრუნონ, ხო? რასაკვირველია. გასაგებია. ახსენოთ ეგ ბატონო, ბოდიში ბატონო შალვა, თელი და გათელია, კი ბატონო, გასაგებია. მართალია ის, იმიტომ რომ თუ სამართალმემკვიდრე არის ეს ქვეყანა იმ საბჭოთა საქართველოსი სამართალმემკვიდრეს ვალი ეწერებას. ჩვენ ყავს ჩვენი სტუმარი უკვე ხო, ბოლომსმენელი, ალო? კარგით. რეკლამა და ბატონი გოგი ჭიჭინაძეც გივი ჭიჭინაძეც შემოა სტუდიაში. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ, ბატონ გივი ჭიჭინაძე, ანსამბლ ქართული ხმების წევრი, მობრძანდა სტუდიაში დილით. არ მოკლედ ადგომის პრობლემა არ აქვს, ხო? არა, დილით ადრე ვიღუძებ, ვარჯიშობთ? ხან ვარჯიშობ და ხან არა, უფრო ადრე ვარჯიშობ, როცა სპორტსმენი ვიყავ, ეხლა უკვე. რა სპორტზე? რაგბს თამაშობდი ადრე. ხო, ეგ კი. სხვა ჩეს ქართული რაგბი განვითარების კარგ სტადიაშია ეხლა. დიახ. რაც მისასალმები. რასაც ვერ ვიტყვით ფეხბურთზე, აი ხო ვკითხულობდი. დიახ. ესპანეთის საფრანგეთი გოსტო, აი მის სეზონის სტარტია მოგზაურებულ ალბანელებთან, ესე იუწყება გაზეთი 29 თებერვალს პირველ მატჩს ჩაატარებს ეროვნული ნაკრები სეზონის პირველ მატჩს და უმასპინძლებს ალბანეთს. ალბანეთს უნდა მოუგოთ წესით, რა ვიცი, ალბანეთსაც თუ სახში ვერ მოუგეთ. რა ვიცი, საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელები ყავს ალბანელებს. მასე სუსტი ვის ყავს? აღარ არის, ესე აღარ არის რა. ფეხბურთი ძალიან განვითარდა ყველგან, სპორტი ზოგადად ძალიან განვითარდა ყველგან და ჩვენ ჩამორჩით სამწუხაროდ ამ განვითარებას, გასაგები მიზეზების გამო. მაგრამ არა უშავს ალბათ ეს ქართველი კაცის ნიჭიერების იმედი ყველას აქვს. რაშიც არ ჩამორჩებით, არასოდეს არის სიმღერა, ხო? სიმღერაში ნამდვილად არავის არ ჩამორჩებით. ესეთი ხალხი ვიყავით, რომ ღეროდით რა, ყოველ დროს გაჭირვებისას თუ ხინისას ღეროდით სიმღერას. გვაქვს ესეთი სიმღერები, სხვა შორის ქართული ხალხური სიმღერები რომ ნახო, მე არ ვარ ამ საქმის სპეციალისტი, მაგრამ ძალიან დიდი დიაპაზონია.
ანუ მოძებნი სიმღერას ყველა ცხოვრებისეული სიტუაციისთვის. მეთანხმებით თუ არა? ნამდვილად გეთანხმებით. მართლა ყველა სიტუაციაში მღეროდა ქართველი კაცი რა. აი თქვენ რეპერტუარი გაქვთ ძალიან დიდი და ამას გზნობთ, ანუ აი ამ დროს სამღერის სიმღერა. შეყვარებული როცა ხარ, მაგ დროს სამღერის სიმღერა. როცა ფლირტი გაქვს, მაგ დროს სამღერის სიმღერა. თან ხალხურ სიმღერაზეა ლაპარაკი, სადაც თითქოს ახლა კონსერვატიული უნდა იყოს, მაგრამ რაღაცა თავისუფლების დიდი ხარისხი ამაშიც არის. ნამდვილად არის, დიახ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი წინაპრები ძალიან ნიჭიერი ხალხი იყვნენ და აბსოლუტურად ყველა თემაზე აქვს შექმნილი სიმღერა. ყველა თემას და თან ეს ყველა სიმღერა არის რაღაცა მოვლენა, ალბათ შეიძლება ითქვას მუსიკალური მოვლენა. როგორ ახერხებდნენ? კომპოზიტორი ვინ იყო? აი ეგ არის თავი. ერთი კაცი წერდა ერთი კაცი წერდა. შემდგომ ვიღაცა რაღაც ელემენტს უმატებდა, ანაკლებდა და რა ვიცი, რაღაც მე უკვე საუკუნეების განმავლობაში იხოწებოდა ეს სიმღერა და მე ჩვენ ამ სახით არის მოსული, რა სახითაც ახლა ჩვენ. მაგრამ ამ სახით რა სახითაც არის მოსული, ამაში თანამედროვე ლოტბარების დიდი წვლილიც არის, ხო, რაღაც გადაკეთებული არის მაინც. კი, რა თქმა უნდა. ყველა რაღაცას ცდილობს, რომ თავის ხელით დაამჩნიოს რაღაც ნაწარმოებს, მაგრამ ჩვენი ხალხი უფრო ნაკლებად ეხება ამას. აი გურიაში 80-90 წლის ხალხი რომ ღერის, აი ეს არის უფრო ნაღდი ვიდრე შემდეგ გადაკეთებული? რა თქმა უნდა, იმათ გადმოცემული აქვს თავისი წინაპრებისაგან ეს სიმღერა და ზუსტად იგივეს ასრულებენ თუ არ გააუმჯობესებენ, თორე არ გააფუჭებენ არანაირად, იმიტომ რომ ძალიან დიდი მუსიკალური ნიჭი აქვს იმათ, ძალიან დიდი. ანუ აი თქვენ თუ გქონიათ ეგეთი განცდა, რომ აი ეს სიმღერა, რომელსაც ახლა ღერით არ მიდის იმ სიტუაციაზე და სამაგერად აი ის ჩემგან წობა ზუსტად ეთანადებაო. ესეთი სიტუაციები გქონია? კი, რა თქმა უნდა, კი. აი რა შეიძლება რომ გაიხსნათ, აი მაგალითად არ ახარ მაგალითად ხიარულ ხასიათზე და ვერ მღერი რა, აი არ გამოგდის, არა მოგდის ეგ გერა. თუ პროფესიონალი ეს როცა კონცერტზე ვართ, კონცერტზე. კონცერტზე იმდენად არა, კონცერტი ახლა მაინც ის არის, რა ქვია, წესია, ხო, პროფესიულად უნდა მოეწოდო. ზოგადად რა, აი როცა ისე მღერით. ნუ ზოგადად ახლა თუ არ გემღერება, კაც არ უნდა იმღერო ალბათ. კონცერტზე ყოველთვის გემღერება? კონცერტზე არ გემღერება, ყოველთვის ახლა რა შემეკითხეთ, გამახსენდა 92 წელი, როდესაც სოხუმში შედიოდნენ. იმ დროს ქონდა კონცერტი კორსიკაზე. სოხუმში შედიოდნენ? აი, შედიოდნენ სოხუმში, რუსები რო შედიოდნენ სოხუმში და ესე იგი იქ თბილისში სულ რეკავთ, რა თქმა უნდა და არანაირი ინფორმაცია აქ არ ქონდა. ჩვენებს იქ ყოველ ხუთში აცხადებდნენ რა დონეზე იყვნენ შესრულები და ამ დროს უნდა გაგვეწყო კონცერტი, ჩვენ წარმოიდგინეთ რა დღეში ვიქნებოდეთ ახლა. მაგრამ უნდა ვიმღერეთ ის კონცერტი, რა თქმა უნდა, ისე ვისი წარმატებით ჩაიერა და ნუ რაღაც ყველაზე ემოციური კონცერტი იყო ალბათ ჩვენ შემოქმედების პერიოდში. რა თქმა უნდა, განსხვავებული და ისე მღეროდი ყველაფერს, სამხიარულოსაც, რაღაც სამგლოვიაროსაც, რაღაც არის ვიმღერეთ და რა ვიცი. კორსიკა ახსენეთ, მე ვიცი თქვენი დამოკიდებულება ფაქიზი კორსიკისადმი. კორსიკა არის საფრანგეთის იურისდიქცია ხა თუ იტალიის საფრანგეთის იურისდიქცია, თუმცა რატო მაინდა-მაინც კორსიკა? რატო იპოვეთ თქვენი რაღაც დრიტა კორსიკაში კიდევ ერთი ახალი? კორსიკაში ძალიან მაღალ დონეზე არის ხალხური სიმღერა, იქაური კორსიკული სიმღერა, მრავალხმიანი სიმღერა და ძალიან წამოგვაქვს ჩვენ სიმღერას, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოს სიმღერას. და ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს, ძალიან ნიჭიერი ხალხი ცხოვრობს და ერთ-ერთი ანსამბლი, რომელსაც ქვია აფილეტა, ჩვენ დაზმობილებული გახდა ეს ანსამბლი უკვე 91 წლიდან და მის შემდგომ უკვე ერთად თქვენ იპოვეთ თუ იმათ გიპოვეს? იმათმა იპოვეს ქართული ხმები. იმათმა იპოვეს ქართული ხმები. უბრალოდ ჩვენმა მეგობრებმა ქართველებმა, პარიზენმა ქართველებმა გააგებიეს ჩვენი არსებობა, ჩანაწერები მიწეს და ამის შემდგომ 91 წლის შემდგომ თითქმის ყოველ წელს უკვე კორსიკაზე ვართ ჩვენ და წელსაც ვაპირებთ წასვლას. იქ გაქვთ გასტროლებივით, ხო? დიახ, შარშანები, აქ იყვნენ ჩამოსულები, ჩვენი მეგობრები კონცერტი ჰქონდათ. დიახ, ჩვენი გარდაცვლილი ბიჭების სახელზე რაღაც სომნეს აღამო გავაკეთეთ. დიახ. და მონაწილეობა მიიღეს ფილარმონიაში და ახლა ჩვენ საპასუხო ვიზიტით ალბათ წელსავთ. შეიძლება ითქვას, რომ კორსიკა საფრანგეთი არ არის, შეიძლება ითქვას, რომ ეს განსხვავებული ხალხია? აბსოლუტურად განსხვავებული. ფრანგების არაფერი არ აცხიათ მაგათ. არ არის, ფრანგული ზნე არ აქვს. მათი ენა თითქმის იტალიურს ჩამოგავს. დია იტალიურ რომანული იმას ენათა კლასს მიეკუთვნება. ადათი ტრადიცია როგორი აქვს? როგორი? ადათი ტრადიცია, როგორი ტრადიციები აქვს? ძალიან მკაცრები არიან, ქართველებს გვანაც. კონსერვატივები არიან, აი მაგალითად ერთ-ერთი იტალიელი ჩვენ პერიოდში ჩავიდა იქ, იყიდა რაღაც მიწის ნაკვეთი, სახლი ააშენა დიდი რაღაცა და ნუ დროს ატარებდა, ჩადიოდა ხოლმე იქ და რაღაც ისე რომ იქაურ ხალხთან კონტაქტი არ ჰქონდა. ხო არ გაუციათ იმ იტალიელისათვის და ერთ დღეს როცა არ იყო სახლში, თელი სახლი აუფეთქეს. და ამით დაამთავრეს ყველაფერი, ის კაცი აღარ დაბრუნებულა იქ ისე. ხედავ შენ, მაგრამ
ძალიან ჩაგეტილი ხალხია, არავის არ იღებენ ახლო. ცოტა კუშტი ხო ისეთ? დიახ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ეხლა რა პრობლემები აქვს, ეხლა შუა ევროპაში ცხოვრობენ და დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან. წარმოიდგინეთ. კიდევ იბრძვიან? იბრძვიან კი არა, მაგათ ჩამოყალიბებული აქვს თავიანთი რაღაც. მონ საფრანგეთი რა თქმა უნდა, რაღაც სამხედრო შეერაღებული რაღაც ორგანიზაციები, რომლებიც მოვიდა ჩვენთან სხვადასხვა ომის პერიოდში. ხო. და სურვილი გამოთქვეს, რომ ჩვენთან ერთად წასულიყვნენ და აფხაზეთში ეომათ და თვითონავის გამზადებული იყო ყველაფერი, უბრალოდ ადგილი გაგვიმზადეთ სადავჭოთ საქართველოში. გასაგებია. იარაღით მოდიოდნენ. ხო, მაგრამ საფრანგეთი ებრძვის ამ ყველაფერს. საფრანგეთი ებრძვის ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, იქ სადაც ჩვენ ვიყოფებით, იქ არის ლეგიონის, ესე იგი, სამხედრო ლეგიონის ყველაზე დიდი ნაწილი. უცხოეთის ლეგიონი ოსტავი, საიდანაც იბომბებოდა შემდეგ ბალკანეთის ისინი ქვეყნები. ბაზა. ხო, და შესაბამისად დამხიზლად უყურებენ. ამ რაღაც სეპარატისტული იქვე კლავენ ყველაფერს და უფრო ეხა პრინციპში ფრანგებს აღებული აქვს კურსი ეკონომიურად რომ დაჯავნონ და ძალიან საფრანგეთის ეკონომიკაზე რომ იყოს დამოკიდებული. სიღარიბია იქ შედარებით კონტინენტთან ძალიან მაღალ დონეზე განვითარებული, მაგრამ სხვა რაღაც რო თქვა რომ ეხა განსაკუთრებული მეღვინეობა გააშტიათ, მევენახეობა, სხვა რამე მეთქი ვერ გეტყვი. ქართველები მოეწონათ ესე იგი. ქართველებთან ძალიან ახლო არიან კი. ესე არავის არ იღებდა პრინციპში, არავისთან არ მეგობრობენ, ჩვენთან მეგობრობენ ძალიან. გასაგებია. იმიტომ რომ საერთო მიზეზები ქონდა, მაშინ საერთო პრობლემები ქონდა. ნუ ზოგადად ეხლა ჩვენს მოვაწონეთ თავი, ხო იცით? ჩვენ რო ინვესტან მიგვიშვა და უთხრა რომ მიდიო მოვაწონებ თავს. ეს ნიჭი გვაქვს ხო ჩვენს ქართველებს, გვაქვს ეს უდაოდ ნიჭი, ანუ რაღაც რეპრეზენტატივლები ვართ. როგორც კი საქმეზე მიდგება და საჭირო არის რომ აი მოგვინდება რომ აი ამას უნდა მე მოვეწონო და ჩემი ქვეყანა უნდა მოეწონო სამ შემთხვევაში, მაგრამ სამწუხაროდ რა არის, იცი რომ მიუხედავად ამისა, ტურიზმი ვერ განვითარდა ჩვენთან და რაღაც აი სტუმრის მიღების ახალი ტრადიციები ვერ ჩამოყალიბდა. ეს ძალიან უცნაურია რომ საქართველოში არ არის ტურიზმი. იმდენად განვითარებული როგორც უნდა იყოს. ტურიზმი უბრალოდ მიზეზის გამო არ არის განვითარებული. ძალიან ძვირია ყველაფერი ქვეყანაში. ძალიან ძვირია გაზი, ძალიან ძვირია ელექტროენერგია. შესაბამისად, ვისაც სასტუმრო აქვს, ის ძვის არწმენს ყველას. ძალიან ძვირია ეს ყველაფერი. სანამ არ გაიაფთება ეს ენერგომატარებლები, ეს ეგრეთ წოდებული. გარდა ამისა, ხო, რა თქმა უნდა, ბუნებრივია და თან ტურიზმის თანამედროვე ტექნოლოგიები საქართველოში არ არის. თუმცა კულტურის თვალსაზრისით ჩვენ არავის ნაკლები არა ვართ, რომ არავის ნაკლები ჩვენება არ შეგვიძლია. არა, არავის არ ჩამოვჩებით არანაირად, ნამდვილად. არაფერში არ ჩამოვჩებით არავის. ქართულ ხმებს აქვს უამრავი კონცერტი ჩატარებული საზღვარგარეთ. და მე ვიცი რა არის კონცერტი, იმიტომ რომ მიმიღია მონაწილეობა კონცერტების გაკეთებაში და ზოგადად ეს სცენაზე გარვარ რა თქმა უნდა ხოლმე არც სიმღერის და არც ცეკვის ნიჭი არ მაქვს, მაგრამ ვიცი რომ ძალიან რთულია თავიდანვე აყვანა დარბაზის, იმიტომ რომ ხო გესმის, გაცივებულია დარბაზი, უამრავი პრობლემით მოდის ადამიანი, წინასწარ განწყობას ხშირ შემთხვევაში არ არის სათანადო, შეიძლება ან ამის იმედი შეიძლება არ ქონდეს და ნუ აი უნდა მოახერხო რომ დაავიწყო ყველაფერი და ჩართო შენს შემოქმედებაში. თქვენ რამდენად გიჭირდათ, ან რამდენად გიოლდებათ და როგორ არის ეს გრადაცია სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით? სად არის უფრო ძნელი, სად არის უფრო იოლი? ყველაზე მეტი მაყურებელი ჩვენ ყავდა საფრანგეთში და გერმანიაში. ყველაზე მომზადებული მაყურებელი, იმიტომ რომ ჩვენი ფოლკლორი ძნელი მოსასმენია, რთული მოსასმენია თუ არ ახარ მუსიკალური და მუსიკა თუ არ გესმის და რთული არ ახარ მომზადებული, ძალიან რთული. ქართველებში ძალიან მილიმ ამაზე გავიზარდეთ ჩვენ. კი, მაგრამ ჩვენთან აი თქვენ წარმოიდგინეთ ეს ჩვენი ფოლკლორის ნიმუშები უფრო იქ ფასობს ვიდრე ჩვენთან სამწუხაროდ. რატო? იმიტომ რომ ჩვენთან ეხლა თუ არ იმღერებ რამე ეგრეთ წოდებულ კომპოზიტორის სიმღერას და ქალაქურ სიმღერას, ხალხურ სიმღერას ძალიან ჩვენთანაც ძალიან ძიმედ უსმენა. მართლა ესე ვფიქრობ? დიახ. ანუ აი მრავალჟამიერს რო დაიწყებდი, იქ მრავალჟამიერი, კი, რა თქმა უნდა, კი, მრავალჟამიერი ტარდებოდა. პოლიფონიაში ძალიან რთული პოლიფონია მეგვაქვს იქ რაც არის ჩვენი და გურული სიმღერები, მეგრული სიმღერები, იმერული სიმღერები ძირითადად, დიახ. ხო. და რო იწყებდით, ეგრევე დარბაზი იტრუნებოდა, ხო? კი, იტრუნებოდა და იცით როგორ არის ეხლა წეღა რო ძანეთ თქვენ კონცერტზე, აი თუ კონცერტი და ნებისმიერი სიმღერა არ შეასრულო, თავიდან ბოლომდე არ დაიხარჯე. და არ გაეცი ყველაფერი, რაც ამ სიმღერაშია, ყველაფერს დავს მაყურებელი. ყველა სიყალბეს ნოს მაყურებელი, ჩვენელი აბსოლუტურად. თუნდაც თითქოს მოუმზადებელი. პირველად რო ის ყველაფერს ის ძალიან მუსიკალურები და ძალიან კაი ყური აქვს და იმ წამს შეგზნობენ ყველაფერს. გზნობენ აი როგორ უკრავს პიანისტი, როგორ იღებს გერას და ეხლა როცა მღერის ადამიანი და უყურებენ ვიზუალურად, რა თქმა უნდა, უფრო ადვილად აღიქვამენ ამას. აი რაც შეეხება ქართულ პოლიფონიას, აი გულულ სიმღერებზე ვლაპარაკობდი და აი რაღაც ეკვილიბრისტული მომენტებია, ხმა, რაღაც ნახტომებს აკეთებს. ამაზე სპეციალისტები მე ვიცი რომ ძალიან სერიოზულად
მოსწონთ და მუშაობდნენ ამაზე და მქონიათ ეგეთი შემთხვევა, როცა მოსულა ვიღაცა და კომპოზიტორი ან ფოლკლორისტი და გაოცებული ყოფილა. კი, რა თქმა უნდა, თითქმის ყველა ქვეყანაში ხდება ეგ. სტუდიაში ვიწვევით და რაღაც კონსერვატორიაში და ასე შემდეგ. კი, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ხო, რა სიძახი. ძალიან ხშირად არაფერი გაკვირვებულები არიან. ნუ რაღაც გავსი რაღაც ცოტა გურული კრემანჭულის არის დაუშვათ ავსტრიის ტიროლის ხო. მაგრამ ის მაინც უნისონურია ხო. რაღაც ევროპული ჰარმონია აქვს. ხო. არა, ეს აბსოლუტურად განსხვავებულია აი გურული სიმღერა მით უმეტეს. აბსოლუტურად ფენომენია რაღაც განსაკუთრებული ფენომენია. რომლის გავსი არსად არ არის. პოლიფონია იმდენად იქ ტიროლში არის ვოკალისტი, რომელიც რაღაც აკეთებს ამას, მაგრამ იქ ბევრი და აქ რთულია. არის კლასიკური ევროპული ჰარმონია იქ ძირითადად. აქ რამდენი გვაქვს ქართველებს? ნუ ჩვენ ახლა გვაქვს ძირითადად 4 ხმა არის ჩვენთან. ხო, რა თქმა უნდა. ხო, მაგრამ არის რაღაც ჰარმონიები როგორ არის გაშლილი იქ? ქართული ჰარმონია განსხვავებული ჰარმონია, აბსოლუტურად ესეც სარკე ფენომენია კიდე ამ მუსიკაში, მუსიკალური საზოგადოებაზე სტრესებსა მუსიკაში. როგორც კი აკორდს იღებენ ხმით, ეგრევე ხვდები, რომ ეს არის ქართული ჰარმონია. ქართული ჰარმონია აბსოლუტურად განსხვავებული ევროპული ჰარმონიისგან. განსხვავება რაშია? რაშია და მუსიკალურ წყობაში. მუსიკალურ წყობაში. და ეს ჰარმონია არ არის არ ჭრის ყურს და სასიამოვნოა მათთვის. იცით და უცხოა იმათთვის, ძალიან უცხო არის ეს ჰარმონია. მით უმეტეს, როცა ეს რთული პოლიფონიური ნაწარმოებია, სადაც თვითონაც ყველა იბნევა, ვარიანტი არა, რო არ დაიბნეს ნებისმიერი ასამბლე და მაღალი პროფესიონალი და დირიჟორი. ხო არა? იბნევა, რა თქმა უნდა. ანუ როგორც კი სავითო ბარად ჩვენს რაღაც აი ზავინული რო იყო ეს დიდი მუსიკოსი კი ზავინული გამოგვიგზავნა ჩვენ გავუგზავნეთ უნდა ერთი ნაწარმოები უნდა შეგოსრულებინა ერთად აქ მაშინ ხო ფილარმონიაში და გავუგზავნეთ ჩვენი რაღაცები დისკი დიახ და იმათ თქვა რომ ნუ ახლა ჩამოვალ და ადგილზე გავაკეთებ ესეთი ზაგდებულად მივუდგა ამ საქმეს ასე იქ არ მოემზადა მე მგონი კი მოусვენა მაგრამ ვერ გაიგო ვერაფერი ხო მე რა ადგილზე რაღაცები კონცერტისთან რაღაც კი გავაკეთებ მაგრამ ძალიან დაიბნა მე და ყველაზე ჩავარდნილი იყო ჩვენი ნომერი სამენულის კონცერტი. ვერ მიხვდა ხო რა? ვერ მიხვდა, ვერაფერს ვერ მიხვდა. არც მოეწონა? არა, მოეწონა, მაგრამ ვერაფერი ვერ გაერკვია ვერანაირად. რა არის, რა არის, რა მუსიკა, რა წყობა არის, რა საიდან მოდის ეს 4 ხმა, ვერ მიხვდა ვერანაირად. რა სიმღერა იმღერეთ? ორი რა იმღერეთ, გურული სიმღერა. ხო. რომელიც არის შედერებით ახლა, ნუ მარტივი შეცვალოთ სხვა იქაურასთან და ხასანბეგურას და სხვა შედერებით და უფრო ისეთია, რა ქვია, უფრო გასაგები მუსიკა, ადვილი და უფრო პოპია უფრო შეიძლება უფრო რაღაც დოლის თანხლებით მიდიოდა და უფრო ადვილი შესრულებელი. ხო, და რა? ვერ მიხვდა ვერანაირად. გითხრათ ეს ალალად. ვერ აღიარა, მაგრამ ფაქტობრივად ჩავარდა ის ნომერი. აი თელ კონცერტში ყველა ერთ-ერთი ჩავარდა. თვითონ რა უნდა გაეკეთებინა? რაღაც ელექტრო რაღაც ინსტრუმენტი რო ქონა, რაღაც 1-2 აკორდი უნდა აეღო იქა. ვერაუწყო, ვერანაირად ვერაუწყო. იმიტომ რომ ისე სრულყოფილია ის სიმღერა რა, რომ ვერ არის. რა უნდა გავუკეთო იმას სხვა რაც არის გაკეთებული და რაც არის საუბარი. ხო, შეიძლება რაღაც არაორგანულად რაღაცა მიაბა, ხო? შეიძლება რა გააკეთო, მე გეტყვით რა, მე არა ვარ მუსიკოსი, მაგრამ მე მგონი რომ კარგად უნდა მოემზადო და იმ სიმღერის მოტივებზე სხვანაირად უნდა გამღერო და თვითონაც სხვანაირად უნდა დაუკრა და რაღაც ერთობლივი შოუ პროგრამის სახით, გართობის სახით, სერიოზული სახით არ უნდა კონდეს. ჯაზში რაღაც ქართული ელემენტი სხვა შეიძლება რომ გამოიყენო. კი, რა თქმა უნდა. ხშირად იყენებენ ჩვენი მუსიკოსები ქართული ხალხური სიმღერის ელემენტებს, ჩვენი მუსიკოსები, მაგრამ სამწუხაროდ პროფესიონალი იმ წასვლა შეატყობს, რომ არ იციან ფოლკლორი. ისე უგემოვნოთ აკეთებენ, დიახ. ანუ ფოლკლორი უნდა იცოდე. იშვიათად ვინოს რო გაეკეთებიოს მე მახსოვს ევგენიძე რაღაცნაირად აკეთებდა თავის დროზე დათო შეიძლება ითქვას რომ საქმე ხო რაღაც ნაგზნობია კომპოზიტორია ხო მაგას ვამბობ კომპოზიტორი დათო მიცის კარგად ნაგზნობია ასწავლი აქვს მაგას კონსერვატორიაში კი და შესაბამისად ქართული ვახტანგ კახიძეს ასევე ნიჭერად აკეთებს ყველაფერს მაგრამ ეხლა ჯაზი რამდენად არის ვახტანგ არა გაკეთებული აქვს მაგას თელი დისკი აქვს გამოშვებული და იქ არის უამრავი ნიმუში იქაც მომღერალი იყო რა თქმა უნდა გზნობდა ბგერას და შვილია ძალიან დიდი მაესტროშვილია ხო მაესტროშვილია და გზნობდა ბგერას ძალიან კარგად თუნდაც მაესტროა კი ჯასუ კახიძე ჩვენ ვიცი ჯასუ კახიძის მიერ შესრულებული სიმღერები რომელიც აი მართლაც თანამედროვე ჟღერადობას ძენდა ეს კაცი ანუ ეს ფოლკლორი არ იყო მაგრამ იმ წუთში ხვდებოდი რომ ეს არის ქართული ყანჩელით შეიძლება ითქვას ყანჩელის მუსიკას ფესვები აქვს გზნობ რომ ამ ყანჩელის არის გაზრდილი ამ მუსიკაზე და გადმოტანილი აქვს ამ თავის სიმფონიურ თუ ჯაზურ მუსიკაში ჯასუ კახიძეს განსაკუთრებულად ჰქონდა კი ჯასუ კახიძეს მასტერი იყო ამის
ჯანსო კახიძეს ქონდა უთულესი ადგილები ამაღებული გურული იმერული სიმღერებიდან და ძალიან მაღალ პროფესიულ დონეზე ქონდა გადაკეთებული თუ შეიძლება ეს არც გაკეთებული მუსიკალურად აწყობილი რაღაც ძალიან ნიჭიერად. კარგი. ეხლა რა დღეშია თქვენი ანსამბლი? სად ხართ, რას აკეთებთ? ჩვენ ეხლა მუშაობთ ინტენსიურად, შეიძლება ითქვას. ადრე ამ განვითარებული კაპიტალისტური ქვეყნებში მე გადავწყვიტეთ ეხლა როგორც რუსებმა იციან ბლიჟნია ზარუბეჟი ავითვისოთ. სად მიდიხართ? ეხლა გვაქვს დიდი გასტროლი ბელორუსიაში. სხვა შორის თქვენ იცინეთ და რუსეთში და ბელორუსიაში და უკრაინაში ძალიან კარგი გასტროლები შეიძლება გქონდეთ. მე შეიძლება აქ დაგაბრალო მე რუსეთუმეობა, რუსეთში თუ წახვიდე. რატო ქართველები სულ მღერიან ახლა ნინო ქათამაძე სულ მღერია ყველა. გასაგებია. მე მგონი რომ ძალიან წარმატებული გასტროლები გექნებათ იქ. რა ვიცი, ნახოთ, აი 13 კონცერტი გვაქვს ბელორუსიაში. 13? 13 კონცერტია. სხვა ქალაქებშიც? ყველა კიევში, მისკში მარტო ერთი კონცერტი გვაქვს. პატარ-პატარ გომელი და რაღაცა, ხო? არა, ეხტი, კი, ყველგან. 13. ყველა ქალაქში გვაქვს კონცერტი თითქმის შეიძლება ითქვას. რამდენ დარბაზია, რამდენ კაციანი დარბაზია მაქსიმუმ? ვერ გეტყვი, ხა პირველივე კონცერტი გვაქვს იმაში დარბაზ ქვია მინსკში. ხო, დიდი დარბაზია. დიდი დარბაზია, დიახ. საკმაოდ ჩვენი ფილარმონიას არ ჩამორჩება არა. იქაც ყველგან დიდი დარბაზები ეხა ბილეთში მაგალითად სლავიანსკი ბაზარი იმართება და ყველგან არის დიდი დარბაზები. ბილეთი ძვირი ღირს? ანუ თქვენი შემოქმედება ძვირი. არა, ძვირი იყოს ბილეთი ეხლა ისეთი დონე არ არის ახლა მაგა ცხოვრების დონე. ჩვენ და ცოტა უკეთ კი ცხოვრობენ ალბათ. არა, მე სოციალურად უკეთესად დაცულები. უკეთესად არის, მაგრამ ეხა ისეთი დიდი სხვაობაც არ იქნება ეხა. არ მგონია ბილეთის ფასი $10, $15 ძვირი. კარგით, მოდით ვილაპარაკოთ იმაზე, ჩვენს ქვეყანაში რა ხდება ფოლკლორის კუთხით. ეს ძალიან საინტერესოა. ვიცი რომ თქვენ გაქვთ თქვენი მოსაზრებები. აიყვანა თუ არა სახელმწიფომ ეს დარგიც საკუთარი პატრონაჟის ქვეშ და რამდენად არის კარგი. მე მახსოვს გახსოვთ თქვენ სააკაშვილმა თქვა რომ ყველა სკოლაში, ყველა სოფელში უნდა იყოს ქართული ხალხური ცეკვის და მუსიკის შემასწავლებელი წრე და მასობრივად დამზადეს ჩოხები და ფანდურები. გახსოვთ ეგ? ეგ რა ბედი ეწია ხა მაგას თუ იცი? ისეთ მე ვერ გეტყვით ეხლა ზუსტად რა ხდება ყველა სკოლაში და არის ფანდური ყველა სკოლაში. არა, ფანდური საერთოდ ფანდური შონა გვინდა და ვერ შეულობთ ერთი კაცი ცხოვრობს იმერეთში. იმას შეუკვეთოთ რომ გავაკეთოთ ფანდურები და ჩონგურები. ეს ისეთი პრობლემაა რომ. უცე კარგი ფანდურის გაკეთება, კარგი გიტარის გაკეთების თოლფასია. რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა მასობრივადაც არ გამოდის, არც მაგის საზარმოა ჩვენთან. არც მაგის ფაბრიკაა თუ რა ქვია, ქარხანა თუ ფაბრიკა, ვინ უშობდა. სახელოსნო რა ვიცი. სახელოსნო ალბათ. არა, ეგ თული ამოცანაა, ძალიან რა სააკაშვილს უთქვამს, მაგრამ ყველა სოფელში ვერ შეიტან ამდენი. ყველა სკოლაში არა. ზოგადად როგორ დამხელა ფული, რა ფულსაც ეხა სახელმწიფო გამოყოფილი ფოლკლორზე, აუდოს არ ყოფილი გამოყოფილი. ძალიან დიდი თანხებია გამოყოფილი. ალბათ ბატონ უშიკიშვილს უნდა შევეკითხოთ, უშიკიშვილს. თქვენ როგორც სპეციალისტი ეკითხებით. ბატონო, როგორც სპეციალისტი ეკითხებით, რომ აი როგორ ვითარდება ექსპერტი. იცით რა, ძალიან ბევრი ანსამბლებია, კი, ეხლა რო თქვა რომ რაღაც არ გაკეთდა მე, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. ესე იგი ძალიან ბევრი ანსამბლები შეიქმნა, ძალიან ბევრი გალობელთა გუნდები შეიქმნა. ну რა ქვია იმას საპატრიარქოში ცალკე ვითარდება ეს ჟანრი ცალკე იმაში რაიონების ცალკე ვითარდება ну რაიონებში უფრო ცუდი მდგომარეობაა ვიდრე თბილისში შემიძლია იმიტომ რომ თითქმის ყველგან არის ერთ და იგივე სიტუაცია რაც იყო ადრე თითქმის ყველა რაიონში რას გულისხმობთ ну ნაკლები პროპაგანდა ხდება იგივე სოფლებში ქართული ხალხური სიმღერის ახლა ნებისმიერ ქორწილში რო ჩაბრძანდეთ ნებისმიერ რაიონში საქართველოს მოისმინეთ ქორწილში რა სიმღერები და რა ჟანრი რა ჟარწღერია რა ჟღერია საშინელებებს აღარ მღერიან სუფრ იშვიათად ნახავთ აი 1000 ერთხელ ნახავთ რომ რამე ნორმალური ხო სხვა წევს ეს არის ძალიან საინტერესო ხალხი რაზე ერთობა იმიტომ რომ მე მახსოვს თბილისში წვეულებების გარკვეულ დონის წვეულებებზე ყოველთვის იყო ხალხური სიმღერა ეგ ყოველთვის იყო და იყო სუფრული ქალაქური სიმღერები რესტორანშიც კი მაშინ მღეროდნენ აი ამ სიმღერებს თვითონ მომღერლები იქ ხო იყო კომუნისტების დროს რესტორნები იყო და მე მახსოვს მე ვცხოვრობ დიდუბეში გამოფენასთან და იქ რესტორანი იყო ძალიან ცოტა იყო ხო ჩვენს რესტორანი არც ისე ბევრი არა ცოტა იყო ერთი იმის 1000-იც არ იყო რაც დღეს არის და იქ ღია რესტორანი იყო და ზაფხულობით ბავშვები რომ ბაღში თამაშობდნენ მესმოდა ეს მომღერლების ამღერის სიმღერები რესტორანში და ეხანდელ რეპერტუარს რო უყურებ დარიდური დარარამი არ გამიგია იქ ანუ ამაზე არ კეიფობდნენ
შეიძლება ვწდები, შეიძლება სხვა რესტორანში ეგრე იყო, მაგრამ თქვენ უფრო ჩემზე უფროსი ხართ, მაგრამ აი ესეთი ფანოღური სიმღერები მე ბევრი არ იყო. იქ უკრავდნენ იმას, რაც გადიოდა ტელევიზიით და რაც მიღებული იყო. ეხლა შეიცვალა თუ არა მასობრივი გემოვნება თქვენი აზრით? ისეთ თბილისში უკეთესი მდგომარეობა ვიდრე რაიონებში ისევ იგივე სიმღერებს სამწუხაროდ. თბილისში ძალიან განაპირობა თბილისში აი რაღაცა მუსიკალური გემოვნების განვითარება ძალიან განაპირობა იმე რომ აი რესტორნები რო შეიქმნა ბევრი და ძალიან ბევრი ნიჭიერი ხალხი ჩამოვიდა იმერეთიდან ზირითადად მომღერლები. ხო, აი ეს საინტერესოა. იმერეთიდან ბაღდადის და ქუთაისელი, ბაღდადელი და ქუთაისელი ბიჭები. ხო, ბიჭები. რომლებაც აი ნამდვილი ქართული ხმები ჩამოიტანეს, ნამდვილი ხალასი ხმები და გემოვნებას აი ესეთ დახვეწილი და კარგი გემოვნებიანი სიმღერების ასრულებენ. ძალიან კარგი არის მაგხრივ თბილისში სიტუაცია, თორე აი მაგალითად კახეთში ვიყავი ამასინათ ქორწილში. ქორწილში. ნახევარზე მეტი თურქული სიმღერები იყო შესრულებული. თურქული სიმღერები. თურქულ ენაზე მღეროდნენ. თურქულ ენაზე, დიახ. ქართველები მღეროდნენ თურქულ ენაზე და ძალიან ხარობდნენ ამას. თურქული როგორ? აი თურქულად ახლა გამოვიდა ვიღაცა კახელი გოგო, იქაური გოგო, რაღაცა 1-2 სიმღერა შეასრულა რაღაც ქართული ისიც ფანოღური. ხო. და შემდეგ უკვე გადავიდა თურქულ სიმღერებზე, რომელსაც ძალიან დიდი წარმატება ჰქონდა. კი. ქართველებში კი, სხვა სიმღერა. იგივე იმ ფანოღების დამბუში ბიჭები რო არიან მუსიკოსები, იმათაც იმღერეს მე თურქული სიმღერა. არა, თურქული სიმღერა კარგით შეიძლება იყოს. არა, ხომ არ ახლა იმაში ქართულ ქორწილში ახლა თურქული სიმღერა მე არ გამიგია რა. არც მე არ გამიგია, რაღაც სიახლეა ჩემს. არ იკითხეთ მე რატო და როგორ არნაირად. ნუ რო შევხედე იმ ხალხს სიამოვნებდა ახლა ხო არ ეტყვი კაც რატო უსმენ. არა, რატო usmen გაკითხვით კი არა, საიდან მოვიდა, თურქებთან რა კავშირი აქვს, ანუ ეტყობა გასვლა-გამოსვლა რო არის. იცით რა ეტყობა გასვლები აქვს თურქეთში არის, მაგრამ აზერბაიჯანშია გასვლები. აზერბაიჯანში ძალიან აფასებენ ჩვენს მომღერლებს და ქართულ მომღერლებს და ქართულ ხმებს საერთოდ და იქ ნებისმიერი ვინ ჩადის და ეხა ხმები ქართულებს კარგი გვაქვს მართლაც იქ რაღაც აი მომღერლებს იმპორტს ვაწარმოებთ რა იმპორტს ვაწარმოებთ კი ხო ეს ფანოღური სიმღერებიც რა თქმა უნდა რაც არის ხო ესე ძალიან დიდი დოზით არის წარმოდგენილი ფანოღური სიმღერა ეს არის რაღაც ესე ეგრეთ წოდებული ქალაქური ფოლკლორი ვერ ვიტყოდი რომელიც არა აქ თბილისში შეიქმნა ეს ფოლკლორი ხო მაგრამ მაშინ ნაზავი არაბული სპარსული თურქული და რაღაც ქართული ელემენტებისა ერთმანეთში სომხური აზერბაიჯანული ყველაფერი კი მაგრამ როცა ამას ემატება ელექტრონული ინსტრუმენტები გამაყრუებელი და შესაბამისი რაღაც უგულო პლასმასური ყვირილი შესრულებისას ხო მე ვარჩევ ამას ეს არ არის მაგდამაის სასიაურო მოსასმენი რა თქმა უნდა ეხლა 1000 ადამიანი და 1000 გემოვნება ბატონ შალო მოიხსენებათ მაგრამ თქვენ გონიათ რომ ის ადამიანი ვისაც ფანოღური მუსიკა ვისაც მოსწონს რომ მოასმენოთ თქვენი ნამღერი ხალხური სიმღერა არ მოეწონება შეუძლებელია ხო ვერ გეტყვით რა ვიცი ყოფილა ისეთ შემთხვევა რომ არ მოწონებია ვინმეს აი არ მოწონს რა ვერ შეეხო რა არა არ ყოფილებს რა აი მართლა ვერ მოიტყულებენ ამბლებს აი გივღერა და ნუ აი რაღაც გაატარა რა ყოველ შემთხვევაში არავის არ გამოუხატავს უკმაყოფილება არადა მე არ ამგონია რომ ეგეთი ადამიანი ზოგადად არსებობს ვისაც ეს არის თვითონ ერთი ქართული ხალხური სიმღერა მაინც არ შეეხება და არ ყველას მოწონს ქართული სიმღერა ყველას მოწონს აბსოლუტურად ყველგან მოწონს და ყველას მოწონს მოდი ვილაპარაკოთ უკვე ქალაქურ სიმღერაზე ეს არის ხალხური სიმღერა მაგრამ არის ფოლკლორის გარდა თანამედროვე ქართული ფოლკლორი აი ეს ქალაქური რომანსები როდის შეიქმნა ეს არის 60 არა ეს ქალაქური რომანსები შეიქმნა ჯერ კიდევ 19 საუკუნეში როცა შემოვიდა რუსეთის იმპერია რო დაიპყრო საქართველოს და შემოვიდა ევროპული სიმღერა შემოვიდა ევროპული ჰარმონია ხო მას შემდგომ განვითარდა ეს სიმღერა ეს წამოსული იმერეთიდან ზირთადად ისევ იმერეთიდან იმა ჩხარია სოფელი ზირთადად იმას უკავშირებენ იქიდან დიახ აი ეს სიმღერები გიტარაზე შესრულებული ქართული სიმღერები ქუთაისის შემოგარენდა წამოსული სიმღერები ანუ ეს უფრო რაღაც სოციალურად უფრო მაღალ ფენამ აზნაურობამ აიწეს. აი დაუშვათ იგივე აი ცედურ რავაჟამიერს რო უძახით. როგორც? ცედური რავაჟამიერია ესეთ სიმღერა. რომელია? მაშმარა. ხო. ესეც აი ეს ამაშიც იგზნობა უკვე ევროპული ჰარმონია, ამათ უძახენ ქუთაისელი თავადების რავაჟამიერს. ხო, იმიტომ რომ ეს რაღაც მიქელაძეების რავაჟამიერს უძახენ. ეს არ არის რაღაც ერთი წულუგიძეების და მიქელაძეების. ეს არ არის რაც კახურ რავაჟამიერს. არა. ზუსტად აქ აი იმის გარდა გიტარის სიმღერის გარდა უკვე ესეთ რავაჟამიერების კი შეიქმნებათ ევროპული ჰარმონიის. ხო, ანუ გადაგკეთდა რაღაც მოერგო. დიახ. ასევე იყო საგალობლების აი იგივე დიდმა ფალიაშვილმა რო დაამუშავა ეს ჩვენი საგალობლები, რა თქმა უნდა, კათოლიკე გახდა და
ევროპული ჰარმონიით შეალამაზა თითქოს ეს ჩვენი საგალობლები ყველას დაეტყო მაშინ ეს ისა ევროპული ისა ევროპის აი მაშინ არის ხო რაღაც წინააღმდეგობა რომ ქართულობას გვართმევენ საერთოდ არაფერი არ იყო მაშინ რატილმა შეიქმნა მე ამ ჩეხმაკაცმა ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი ვინ რატილი იყო ხო პირველი ის არ ვიცი ჩეხმი პირველი ის იყო რა ქვია ლოტვარი იყო რატილი ხო ჩეხმი აღნიაშვილის იმისი ხოროს ესეც ხო ეხლა რო არის დიდი სახელმწიფო ანსამბლი აი მის წინამორბედის გასაგებია და ეს მე-19 საუკუნეში ხდება ხო აი ეს სიმღერა თუნდაც თეთრი ტყე შავი ტყე ვერაფერი ვერ შავი ტყე ესეთი სიმღერები აი ეს კონკრეტულად რასაც ეს უკვე მე-20 საუკუნე ეს უკვე ჩვენია კი ამ საუკუნის მის წინა საუკუნის უკვე ამერია მე-20 საუკუნის ეს როგორ იქნებოდა ეს ალბათ ქალაქურ წრეში ვიღაც ნუ მე უკვე კონსერვატორია იყო კონსერვატორიაში იზრდებოდნენ უკვე კომპოზიტორები და მე უკვე ამ კომპოზიტორები ყველანაირ ჰარმონიას სწავლობდნენ ქართულსაც ევროპულსაც და აი ამ მიჯნაზე მუშაობა განსაკუთრებით რთულია ალბათ ხო რაღაცნაირად არ რა თქმა უნდა მაგრამ ჩვენ აი ხა გავიხსენოთ რამხელა კომპოზიტორები ყავდა და რამხელა საბაძე დიახ ლაღიძე რა ვიცი მილორავა კერესელიძე უამრავი ძალიან ბევრი ყავდა რომლებიც აი ამ მიჯნაზე მუშაობდნენ ზუსტად ნუ ეხა რა იყოთ იგივე რეალს ლაღიძის შემოქმედება აბსოლუტურად ხალხური მასია დაყრდნობილი მუსიკაზე და შედევრია თითქმის ყველაფერი აი იშვიათად დაუწერია რა იყოთ აი ამ ხელა დიდი კრებულია მის შემოქმედების სიმღერები მარტო ოპერაზე არ მახლობა ხო ყველა სიმღერა თითქმის შედევრია თითქმის ყველა სიმღერა იმიტომ რომ ზედმიწევნით იცოდა ქართული ფოლკლორი ანუ აი ფოლკლორი ყველა კომპოზიტორმა იცოდა ყველა კარგვა კომპოზიტორმა იცოდა ყველა მიცოდა და ყველა ძალიან დიდი ელემენტები ქონდა ფოლკლორის ელემენტები შეტანილი თავის შემოქმედებაში ყველას თუმცა ხშირად ეს არ ჩანდა იმდენად აი ესეც ოსტატობა ისე იყო აწყობილი ისე დონეზე იყო აწყობილი სიმღერები რომ თითქმის ყველგან ჩანს აი იქნებ სწორედ ეს არის საიდუმლო მათი ზოგიერთი სიმღერის რა თქმა უნდა აი მაგალითად სიმღერა თბილისზე ხო დიახ ის დავარდების ხარება ამაში არის ფოლკლორის ელემენტები ისეთი ქართული მოძრაობებია შიგ რა თქმა უნდა სუფთა ქართული მუსიკალური ხევები შეიძლება ითქვას. ეს ხო ისეთი რაღაცა, რაც დროს ყოველთვის გაუძლებს და რაც ყოველთვის ეყარება ყველას. ეხლაც მაგას ღერი ვართ აქ სიმღერას, ეხლაც მიგვაქვს ბელორუსიას სხვათაშორის ეგ სიმღერა. თბილისო, ის დავარდების ხარება. იმიტომ რომ ყველას უყვარს ეგ სიმღერა. ხო, რაღაც ხიტია, აშკარად რომელიც ამდენი წელია ყველა სიამოვნოს მისი მოსმენა, აი თითქოს უბრალოა, მაგრამ უბრალოებაში არისო თელი დიდი გენიაო ჩადებული. აი ესეთ სიმღერა გახლავთ. კი, ყველა ადამიანი მღერის რა რემიქსები არ გააკეთეს, როგორ არ გადააკეთეს, როგორ არ გააფუჭეს, როგორ არ რაღაც უწყინეს, რაღაც უკმინეს, ყველაფერი გაუკეთეს რემიქსები გიგვადნაგი, ხო? არა, როგორც დაწერა კომპოზიტორმა, იმის შეხება არ შეიძლება. თუ შეგიძლია შენ თვითონ უნდა შეგიძლია. აპრობირებულია ეს სოფლიო შოუ ბიზნესში, რომ მე მაინც კონსერვატორი ვარ და მირჩევნია, რომ როგორც დაწერა კომპოზიტორმა შეიძლება რაღაცა ხმები გააკეთო და უფრო ლამაზად გაშალო ეს სიმღერა. კი, მაგრამ აი ისე რაღაც შეცვალო მუსიკა ეს არ შეიძლება. მოკლედ ესე თქვენი გეგმები რომ თქვა მიდიხარ ბელორუსია შემდეგ ჩვენ გეგმები გვაქვს რა ვიცი წელს ბელორუსიას ვაპირებთ საფრანგეთშიც ვაპირებთ წასვლას კორსიკა მოგახსენეთ და კიდე რა მინდა მოგცეთ უკვე პოლიტიკას მინდა შევხვდეთ თქვენ მეგობრობთ ბიძინა ივანიშვილთან ეს ვიცით და ბიძინა ივანიშვილს ექნება რა თქმა უნდა წინასაარჩევნო კამპანია პირდაპირ გეკითხებით მიიღებთ ამ კამპანიაში თქვენს მონაწილეობას თუ მათ სურვილი ექნათ მივიღოთ რა თქმა უნდა თუ იქნა სურვილი თქვენ ახლა თქვენ წაკეთ დამოკიდებულად და ეს როგორ გითხრათ ეს ხომ არ გამოიწვევს რა თქმა უნდა ისედაც ალბათ გზნობთ კიდევაც რაღაც უკვე ნეგატიურ დამოკიდებულებას თქვენ და მი ხელისუფლებისა. ნუ ეხლა ამასთანავ სანამ არ ბიზნესს რო გამოაცხადა იმის შემდგომ უბრალოდ ქონდა ბიჭების ხსოვნის კონცერტი დასავლეთ საქართველოში. ეს ალბათ ემორმაც ილაპარაკა ჯგუფასებმა. კი. და რაღაც ჩაგვიშარდეს ეს კონცერტები. არანაირი პროპაგანდის აგიტაცია ჩვენ იქ არ ვეწევდით. რა თქმა უნდა, არ უკვე იყო ბიჭების სოვნაზე ლაპარაკი და მეტი არაფერი და ქუთაისში, ბათუმში, იმაში ოზურგეთში ჩატარდა. ლანჩხუთში და ასე შემდეგ სხვა ქალაქებში ჩაგვიშალეს. თავიდან ვითომ იყოს სახსრები და მე უკვე როცა ბიზინა გამოვიდა და თქვა რომ ქართული ხმები ჩვენი მეგობარიაო, მაგის მერე უკვე სახსრები გაქრა. ხო. დიახ, ნუ ეს იყო პირველი ისა და სხვა რა გითხრათ, სხვა რაღაც განსაკუთრებული ისა ხელისუფლებაზე ჩვენ არ გვგზნია. გასაგებია, თუმცა ცხადია რომ უკვე ეს ძალიან არ მოეწონებათ რა. არ ვიცი, მათინება ყველაფერი. თუნდაც ის რომ თქვენ შეასრულეთ საქართველოს ჰიმნი, ყველა ქართულ შეუძლია ყველგან შეასრულოს. ხო. თუმცა ჩვენ ვიცით ახლა თვითონაც ასრულებენ და ყველა ვასრულებს საქართველოს ჰიმნს. რატო არ უნდა შევასრულოთ? დიდი მადლობა ადგილი რომ მოგზანდით, საინტერესოა. მე ხელი მოგიმართოთ და საინტერესოა როგორ გავითარდება მოვლენები, იმიტომ რომ
დაწუნებული ვარ თქვენი შემოქმედებით ნებისმიერი დარბაზი და ავტორის აყვანა შეგიძლიათ მისცეთ ისეთ მიმართულება ზოგადად წინა საარჩევნო კამპანიასაც და რაც მნიშვნელოვანია ჩემთვისაც ცხადი ახლა არ გეპირფერებით თქვენ ამას ფულის გულისთვის არ აკეთებთ ეს ვიცი ზუსტად რა თქვენ არ ახართ დაქირავებული მუსიკოსები რომლებიც დაიქირავეს და ხარს უჭერენ და არის ეს აპრობირებული ეს პრაქტიკა ამაში თუ სხვა შესაძლებელი არ არის მაგრამ მე ვიცი რომ თქვენ გაქვთ პირადი ამ ანსამბლს აქვს წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული პირადი ძალიან მეგობრული ურთიერთობა. დიახ, ჩვენ ახლა მეგობრებია 15-16 წელი. ხო და შესაბამისად აქ ბუნებრივიც არის. შეკითხვაც კი არ უნდა დამესვა მიიღებდით თუ არა, რა თქმა უნდა, რა ზია ლაპარაკი. ყველაფერი მაინც მეგობრობას კი არა, ჩვენ ქვეყანას უკავშირდება. კი, ეგ ბუნებრივია. ბუნებრივი, არა, უბრალოდ ჩვენი ქვეყნის მომავალს უკავშირდება. უბრალოდ მე ვიცი რომ თქვენ ეს დამოკიდებულება გაქვთ და შესაბამისად იქ მეგობრობა თართქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა იმისთვის რომ მოვჯანით წარმატებას გისურვებთ ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით დღეს საღამოს გადაცემაში სუბიექტური აზრი